აუ აი ჩამოდი შემოჩა. აი ჩამოდი. გავახარ, გეძინა? აუ იძინა. მარა უშავს შენი ხავდა ბოლო თამაში? კაია. სკამი კაია, კაია. მე მოგესალმებით, გზაზე ისევ ფეხბურთია. მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს, მინდა გითხრათ და მე ისევ კია UV3-ის მძღოლი ვარ. როგორ მოგწონს ხაშორი ჩემი მძღოლობის ხარისხი, როგორ შეაფასებთ? ბიჭო, მე იმის გათვალისწინებით რომ მანქანა ყავს ამდენი წელი და შენ მანქანაში არასდროს ამჯდარ ვარ, მეგონა რომ ძალიან ცუდი მძღოლი იქნებოდი. ხო. მაგრამ საკმაოდ ადეკვატური ნიკოლოს, საკმაოდ ადეკვატური. მადლობა გიორგი, მადლობა. და ისი რა უნდა მოგითხრო? ეს მანქანა ხო ძალიან გამისწორდა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი მიზანი გახდა ეხლა. რომ მომდევნო ნაბიჯი ეს მანქანა შევიძინა, ხო? რა პლუსები აქვს ეს? მაგალითად ყველა სხვა ეგეთ შემოთავაზებასთან შედარებით არის რომ ყველანაირი ინფორმაცია რაც მანქანის ყიდვასთან დაკავშირებით რაც შეიძლება გქონდეს შეიძლება მიიღო დისტანციურად ლოჯისტიკურად ეგ სერვისი არის ძალიან გამართული და საიტის მეშვეობით და ყველანაირი ცოდა ყველა დეტალი მაგალითად რა თანხა გიჯდება სახლში კი UV3-ის ან UV6-ის დატენვა იმისთვის რომ 700 კილომეტრი გაგატაროს. გარდა იმისა, რომ ეს ელექტრომოდელი ევროპაში საუკეთესოდ არის აღიარებული, ცვლის რაღაცა სამომხმარებლო კულტურას და ეგ მნიშვნელოვანია რა. რბილად დადიხარ, უფასოდ დადიხარ ფაქტობრივად. კარგია, მაგრამ თან ამავდროულად გაქვს ყველანაირი ტიპის ინფო მანქანის შეძენამდეც. აი, მე რომ მანქანის ყიდვა მინდოდა, წამოძმაო, აი, გავიაროს რაღაცა, ხო, ეგ რომ უნდა მიხვიდე საბურავ სპექი მიაბჯინო, დადგე. ხო რა. ეგენი აღარ გიწევს და ეგ ძალიან ასწორებს მოკლედ. ამიტომ მე მანქანას დავიტოვებ რა, პოლიდომაციას ხმოვდი. ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი და ჩვენი უშაქრო ძმაკაცი. ჩემი შაქრიანი ძმაკაცი. მინდა ძალიან აბსურდული ფაქტი გითხრა. აი ვიშნახე. 2014 სოფლიო ჩემპიონატის ფინალში მაქვს გამოტოვებული. ვაუ, რა კარგი. და არასდროს არ მინახავს. მეტამეს გამომეტოვები. იმიტომ დედა ჩემმა წამიყვანა თეთრი წყაროში. ნათესა დაგპატიჟა და დედა ჩემს მივყავდი რამდენიც ხო 14-ის. 14-ის ვიყავ. თან მაშინ გერმანიას ძალიან მწურავდი, გერმანია ძალიან მიყვარდა. აუ აი გაგიჩა ფაქტ ჩამოდი შემოიცა. აი ეგ ჩამოდი. არა მაშინ მომწონდა რა. კაი ჩამოდი მიდი. ფარკო. და მე და დრო გავაკეთე, იცოდი. მარიო გიოცე თავსო გახსოვდეს ყოველთვის მაშინ. საქმეს და თან გასართობ საქმეს გეტყვით ახლა სოფლიოს გარეშე დარჩენილი ფეხბურთელებისგან უნდა გავაკეთოთ სიმბოლური გუნდი. ოღონდ მე ვიკითხე და გავარკვიე რომ თურმე არწაყვანილებით შეიძლება ჩავსვათ ამ გუნდში და ტრავმიანებით შეიძლება ჩავსვათ ამ გუნდში. ანუ არა მხოლოდ იმ გუნდების წარმომადგენლები, ვინც ვერ მოიპოვა საგზური. გასაგებია. ამიტომაც ნიკოლოს პირველ პიკს შენ დაგით. მე მაძლევ? კი. აი ეხლა მაინც ხო არ უნდა ავირჩიოთ რა. არა. რა, არა. ყვარა, უეჭველი მოხდება. აი ყვარა თუ არ მოხვდა. შეიძლება რომ შენ თავი დადო მაგაზე. კი, თავს დავ, მეც თავს დავ. მე თქვენ ნებართვით ორ ფეხბურთელ შორის გავაკეთებ არჩევანს. ორივე ძალიან მევასება, ფერმი ლოპესი და ალესანდრო ბასტონი. და მე მგონია რომ დიდად ხალხი არც ერთს არ იტყვის. ეგრე წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში. მე ვირჩევ ფერმი ლოპესს რა. მე ძალიან მევასება და გამიხარდება თუ გუნდში იქნება და ბასტონის იმედია ხალხი ჩასვამს, იმიტომ რომ ცენტრალურ მცველებს შორის პირველი ვინ უნდა გაახსენდეთ აბა. ჩვენ საკმაოდ რთული დავალება უნდა. კი, იმიტომ რომ რა ვიცი, ეგრე უყურებს რამდენი ადამიანი ფეხბურთს. კარგი, ფოკუს შენი ვარიანტი რა არის? მე მოდი მარტივად ვიტყვი და დომინიკ სობოსლაი იქნება ჩემი პიკი. ამ სეზონის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ჯარიმების შესრულებელი probably დომინიკ სობოსლაი. ვა, მე ორი ვარიანტი მაქვს ასევე, სანდრო ტონალი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და მინდა უბრალოდ ამ სიმბოლურ გუნდში რომ შევიყვანო და მეორეც ჩემთვის საყვარელი სტრაიკერი თანამედროვე ფეხბურთში ვიქტორ ოსიმენი. მე მგონი ეგეთიკეს ამბობ. ობიექტური ვიყო უფრო თუ მე მგონი სუბიექტური იყავი. მაშინ ტონალი რა თქვა უნდა, სანდრო ტონალი. ამ გუნდში მინდა რომ ჩავსვა თან ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა მსოფლიოს გარეშე დარჩენას იტალიელებს შორის, იმიტომ რომ მაგრა ითამაშა ის ნახევარფინალი და კაი ხალხი ყავს ჩვენ, ანუ ფერმინი და სანდრო ტონალი. ნახევარდაცვა დავაკომპლექტეთ ეგრევე ისე. სამი solid. მომწონს, ანუ გუნდად წარმოვიდგინე და კარგია. კი, თან ბიჭო დაბალანსებული არის რა რაღაც მატჩი.
მოკლედ, Coca-Cola-ს გათამაშებას შეგახსენებთ ბიჭებო, რომელიც 19 ივლისამდე გრძელდება, შეგიძლიათ შეიძინოთ Coca-Cola, Coca-Cola Zero, Fanta პორტოხალი და Fanta პროცეული და მერე ბოთლზე მიასკანეროთ ეს ყველაფერი. გადმოწეროთ აპლიკაცია Coca-Cola Rewards Georgia. იქ შეიყვანოთ თავსახურზე რო ამოვა ეგაც ნიშნა კოდი. და მერე მიიღებთ ერთ ბილეთს, რითიც Kia EV6-ის მოგება ხო შეგეძლება და თან იქ სხვადასხვა პრიზებიც დაგხვდებათ და გიორგი უგულავას ურეკავთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი კაცი ყავდეს ჩვენს შემადგენლობაში და მგონია, რომ იტალიიდან აარჩევს იმერტს. ავიდებს. გიორგი უგულავა არ ყავს ხობს როგორც ჩანს არც ალია ეხლა და მოდი მილორას დავურეკოთ. მილორას დავურეკეთ არ ყავდი შე ცოდნე და ექსპერტი ვინმე რომ დავურეკოთ. მილორ. ხო. მოკლედ ეგეთ რაღაცას ვაკეთებთ. ვიდეოს ვიღებთ Kia-ს მანქანაში ვზივართ ეხლა და ვაკეთებთ ვიდეოს საუკეთესო 11 ელუზე, რომელიც მუნდიალის მიღმა დარჩა ეხლა 2026-ში. ყავს სამი ფეხბურთელი, სამივე ნახევარ-დაცვაში. ტონალი, სობოსლაი და ფერმინი. მოდი გითხარი, შენი პიკი რატომღაც რო არ იყოს იტალიური რა. ხო, ეხლა მე ისე გონია რომ ეს 11 ეული იტალიელების გარეშე, ან უმეტესობა რომ იტალიელი არ იყოს იგიში. ამიტომ ჩავსვა ჯაუნლიჯი დონარუმას. რა თქმა უნდა. ტოპ 3 მეკარე, ეს არ ვიცი, ტოპ ბევრ, ანუ მაგალ tier მეკარე ჩავსვა. ხო რა. რომელსაც ლიგაც მოგებული აქვს, ევროც მოგებული აქვს და უნდა იყოს ოფიციალზე უცილო. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამხდარ. შენ ჩვენი საჩემპიონო ხარისხი შეინარჩუნე. კი. ხო რა, დონარუმაზე უკეთესი ვარიანტი ქონდა, გონი არ არის. არ შეუძლებელი არის. ნუ მამარდა იყო ერთი ვარიანტი და ობლაკი რა. ტაფსონა კიდე ამბობდა რომ პალესტრა არ ვიღაცა არ აირჩიებს, მეთქი რა პალესტრა. ხო იცი მილორას დაურეკა და. არა, პალესტრა. მადლობა, კარგი ხარ მადლობა. თორე რომ მოჩეს. მადლობა მილორ, კარგი, და თქვენიც მედი. ხილადი არის, ხო, შარკი გაზაობა. კი, ტაფსონა არის, საჭესთან არ ნერვიულო. სახში კარგი. დაჩი იმედაძეს ურეკა. იმედი გადაცემაში სურსი არა ეხლა. არის გადაცემაში. ირაკლი იმედაძეს დაურეკა. აი. იმედაძეების კვოტას ვავს, ე? იმედი. ხო. გავახარ, გეძინა? ხო. აუ, იძინა. მარა უშავს იმედი. შენი ხავდა ბოლო თამაში? ვინ? ბოლო თამაში. ეს გუშინ, არა. აბა რა გძინავს? იმე ძალიან საინტერესო კითხვა. გვაქვს ჩვენ რომ ადგენთ ეხ გადაცემიდან გირეკავთ რეალურად, თორე ისე არ შეგაწუხებდით. სოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი. კი. კაიგია. სოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს ვაწყობთ. ალბათ ყველა იტალიიდან იტყოდა, ანუ უმეტესობა, მაგრამ მე მიყვარს ხალხი, რომელიც აქამბექებს კარიერაში. ჰარი მაგუაიერზე დამწყებული რაღა დაგიმალოთ. ვაა. თავგასაც ჩავამატებთ. თავგასა შემოიღო ჩვენი თავი. კარგი ხარ იმე და მეც გისურვებ რომ ჰარის წყალი გადმოგხმოდეს მაო. თავზე. არა, ანუ კაი. ლივერპულთან გაგეტანოს გოლი ენფილდზე. ხო. ესე მიკეთებს ხომ ჩემიანი მქონია და მოსვანძილსაც მეტყვის რაღაცას. ესეც ხო იცი დიდი ვიგინდა რა. მიყვარ ხარ ძალიან იცი და ოფისში გნახავ. მიყვარ ხარ და გიყურებს მე და კი არა, კიას გადაცემა. ოპა! ბრავო, მე და კი არა, არ ირაკლი მე და შვილი მეგობრებო, ვინც არ იცით. აქამდე უნდა დაგვერეკეთ. მოკითხვა კი არას, მოკითხვა იმედებს. კოსმით. კაი, იმედებს თქვა ჰარი მაგუაიერი. ჰარი მაგუაიერი ყავს. ნოლბეგი არის. ბიჭო, აბსოლუტურად. მე ბასტონი და მეორე ვინ გინდოდა? ჰარი. არ მართ? არ ვიცი და ჰარი მაშინ. ჰარალე. 11 კაცი გვინდა ვაგროვებთ ამ გუნდს, ვინც ვერ მოხვდა მსოფლიოზე ფეხბურთელი. ტრავმის გამო, იმის გამო რომ მისი გუნდი ვერ გავიდა, ხომ არ გყავთ ვინმე კანდიდატი ამ შემთხვევისთვის? ხა იმიდან და რადგანაც საერთოდ ვერ მოხვდა ჩემპიონატზე, ამიტომ ვისურვებდი რომ ხუჩა კვარაცხელია იყოს ამ სიმბოლურ ნაკრებში. ხუჩა კვარაცხელია. ძალიან დიდი მადლობა. ხუჩა კვარაცხელია. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ვაგროვებთ ამ. სხვა ქართულ ფეხბურთელებთან, მაგრამ ყავს ხუჩა.
ну ისეთი სპეციალური მიზეზი არა მაქვს. მაგრამ ბარელა მომწონს ინტერ მილანი. ვაუ, ბარელა, ჩვენ 4-4-2 თუ არ ვითამაშოთ. ტრენტი. კაი არჩევანი. ტრენტ ალექსანდერ არნოლდი. ტრენტ ალექსანდერ. ყوارას ყოფილი გუნდელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ძალიან მაგარი ფეხბურთელი არის ჩემთვის და ამასაც სიამოვნებით ჩავსვავდი ამ 11 ეულში. ძალიან დიდი მადლობა. ყوارა და ოსიმენის გაერთიანება იქნება ჩვენ 11 კაცი, ასე რომ დაელოდეთ ამ გუნდს. მოკლედ ჩვენ თითქმის დავაკომპლექტეთ გუნდი. დაგვრჩა ორი პოზიცია. მარცხენა მცველი და ცენტრალური მცველი. ცენტრალური მცველი. კი. ლი დაგვრჩა. ტრუ, ცენტრალური მცველი და მარჯვენა მცველი. ერთი ხა ირაკლი იმედაძე დავურეკოთ, იმიტომ რომ ირაკლი იმედაძე. წეგან რომ დაგირეკეთ რაღაცა გვეხუმრე შენ მე მგონი და ალბათ ერთი კითხვა გვაქვს კიდე შენთან რა. მოკლედ არ კარგი ხო? თუ ერჩა. არა, რაღაცა თავიო და გასიო და რაღაცა ხარი და ვის ფიქრობ რომ მარცხენა მცველი უნდა იყოს? სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ ბიჭო დიმარკო ჩავსვა. ეგრე რა როგორც იქნა რა. ფედერიკო. ვა, კაი. სერიას ამ სეზონის MVP ყავს ჩვენ გუნდში. ასისტების რეკორდის მომხსენი, ხო? კი. ასისტების რეკორდი. კი ბატონო, მის ჩაწოდებას დაელოდებიან საჯარიმოში კვარა და ოსიმენი? ჩაწოდება დიაო. მადლობა იმედ. ვა. იმედ აი მადლობა ეს კიას გადაცემიდან, ხო? უკაცრავად კიას გადაცემიდან. კი. პალმერი აქაც რო ვერ მოხვდა. ვინ? პალმერი. ბიჭო, ალმერი აქაც ვერ მოხვდა, კი ბატონო. არა, ანუ სობოსლა იჯობდა, ბარელა ჯობდა. ფერმინი. ფერმინიც სხვადასხვა პოზიციებია რა, ფერმინი. უკაცრავად წინა სეზონში ჯობდა. თქვენ ყველაზე შედეგიან ნახევარმცველად. წინა სეზონში ჯობდა ფერმინი. მარჯვენა ვინგერად მარჯვენა ვინგერიო ყოლოდა. ანუ მარჯვენა ნახევარმცველი ფლანგზე. ოკეი, მათ შეიძლება და პალმერი, მაგრამ რახან ბარელა გვითხრა, არ მახსოვს ვინ, ერთ-ერთმა ადამიანმა, მაგიტომ მოგვიწია ინფორმაცია შესვლა და 4-3-2 4-3-1-2 თამაშობთ. აჰა. კარგი, დავურეკოთ ნიკა ესებუას ახლა. ნიკიტა ესებუა, ჩემი ძმა. გირეკავთ კიას მანქანიდან. აჰა. ივი 3-დან მე უფრო კონკრეტული ვიქნები და ვაკეთებთ ეგეთ 11 ელს. ფეხბურთელები, რომლებიც სოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. ან არ წაიყვანეს და განაცხადში არ შეიყვანეს, ან სოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ, ან ტრავმის გამო ვერ წავიდნენ. ნუ, დრაგან ერთი მცველი ყავს დარჩენილი. ხო, მცველია, ხო დარჩენილი? კი ბატონო. ბასტონი არის, რომელიც ვიცით რომ 4 მცველიაში არავის დაუტესტავს, მაგრამ ჩვენ დავტესტავთ. ჩვენიერი, ჯიგარი. ბასტონი. კითხვა ხო არ გაქვს ჩვენთვის რამე? რაიმე. არა, თქვენთვის არაფერი კითხვა არ მაქვს მეგობრებო. კითხვა მაქვს მე გურთაობას არ უყურებ. აი, ეგ უნდა მეკითხა ზუსტად. გურთაობა რა შვება, როგორ მიდის საქმეები? როგორ გურთაობა? ის ხალხი ასე. მე მგონი კარგად ჯერჯერობით, ჯერ ჯგუფური ეტაპის პირველი წრე მოვრჩით, აი მეორეც დავიწყეთ უკვე, დაიდო რამდენიმე ეპიზოდი და ის ხალხი ვინც არ უყურებს, დრო არის რომ ყურება დაიწყოს, მე მგონი თქვენც უთხარით. ირაკლი იმედაძე სურა. ეს ყველაფერი და დაფსანოთ. გურთაობის ეპიზოდები თუ არ გინახავთ, ცეტენდასტორ ჯორჯიაზე შეგიძლიათ ნახოთ, ახალი გადაცემა, ძალიან მაგარი გადაცემა, რომ შენ რატო არ ხარ? კოკაკოლასთან ერთად ვაკეთებ, იმიტომ რომ მე არ ვარ კარგი ქვიზებში, მაგრამ თქვენ თუ კარგი ხართ ქვიზებში, შეგიძლიათ, მე ვარ კარგი კოკაკოლის მასში ვარ ძალიან მაგარი. თუ მოგწონთ თქვენ საფეხბურთო ქვიზები, შეგიძლიათ. აი კოკაკოლის ბოთლზე არის აქ QR კოდი, რომელიც შეგიძლიათ დაასკანეროთ. ან Web Store-ში, Game Store-ში რაც არის. გადმოწეროთ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია. ყოველდღიურად ითამაშოთ საფეხბურთო ქვიზები. სოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში. და იქნება ყოველკვირეული ლიდერბორდი. შეგიძლიათ ბევრი ძალიან კარგი პრიზი მოიგოთ. მათ შორის, როგორც მახსოვს, არის PlayStation 5 ერთ-ერთი პრიზი. და დააგროვოთ ქულები მოკლედ კვირის ლიდერბორდში და ძალიან კაი პრიზები მოიგოთ. ამისთვის საჭირო კიდევ ერთხელ გადმოიწეროთ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია და ქვიზები. კარში ჯიჯო ან ლუიჯი. ჯიალუიჯი დონარუმა. მარცხენა მცველად ფედერიკო დი მარკო. მის გვერდზე ცენტრალური მცველად, ორი ცენტრალური მცველი. ერთი ალბათ სერია საუკეთესო მცველი ხო არის ბასტონი. რა ერთ-ერთი ხომ სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო. თავის პოზიციაზე სერია საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო. რომელსაც დავტესტავთ ჩვენ 4 წელია ფორმაციაში, დადგება ალესანდრო ბასტონი და მას გვერდზე მიუდგება როგორც ირაკლი იმედაძე იყო და როგორი? ჰარი თავგასიებული მაგუაიერი. ირაკლი his head's fucking massive. Yeah. ირაკლი იმედაძე თქვა ხო თავგასიებულია ობე.
ძალიან კაი გუნდი გამოგვივიდა ჩემი აზრით. სოფლიო ჩემპიონატის მოგება თუ არა, ნახევარფინალში გასვლა მაინც გამოგვივა რა. კვარა ყავს სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ოსიმენი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერია, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ყავს დონარუმას სახით, ბასტონი ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ან ყველა ერთ-ერთია რა. და ან ერთ-ერთი სოფლიოში, ან ერთ-ერთი ჩვენს გუნდებში. ანდრო ტონალი, ანდროს ერთ-ერთი საფეხბურთო ეს სამი კაი არის. კაია. სამი კაია, კაია. Kia, movement that inspires.